გავაკეთოთ სახის მოდელირება მრგვალი სახისთვის კრემის ფაქტურის პროდუქტებით. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კორექტორი უკვე დატანილი მაქვს და ეხლა პირდაპირ დავიწყოთ კონტურირების საშუალებით. კონტურირების საშუალება, რომელსაც ეხლა გამოვიყენებ, ეს არის Anastasia Beverly Hills-ის Fawn და ესეთი ცივი ყავისფერი ფერია. ამასთან შედარებით, ბრონზერის ფერი არის, ნახეთ როგორი თბილი. ვიღებთ აი ესეთ მაგრად დატენილ ფუნჯს. პირდაპირ აი აქედან ავიღებ პროდუქტს, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს არის მარტო ჩემი. იმ შემთხვევაში თუ ვარ მეიქაპ არტისტი, ესე პირდაპირ ფუნჯს არასოდეს არ ვყო პროდუქტში, შპადელი მაქვს და პალიტრა მაქვს, ვიღებ გადმომაგ და მხოლოდ ამ ჰიგიენური ნორმების დაცვით მუშაობ, მაგრამ ეს მარტო ჩემია, ამიტომ პირდაპირ აი ესე ვიღებ. მე ხელზე აი ესე კარგად გავათბობ. ეხლა ხელით მოვსინჯა, ჩემთან ხელით მოსინჯვა არ არის საჭირო, იმიტომ რომ პირდაპირ ჩანს ძვალი სათავდება, მაგრამ ვისაც არ აქვს გამოწეული ყრიმალი, პირდაპირ მოსინჯავს, სად მთავრდება მისი ყრიმალის ძვალი და აი დამთავრებიდან რამდენიმე მილიმეტრით ზემოთ, აი ესე დარტყმითი მოძრაობებით, უნდა დავიტანო ისე, რომ ძალიან ლოკალურ არეალზე მოხდეს და ძალიან არ გადავიყვანო. აი ხედავთ ხო, როგორი ოდნავი ფერი მაქვს დატანილი და იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის ცივი ყავისფერი, მაძლევს შეწეული ლოყის აი ამ ადგილის შეწეულის ილუზია. აქედან როგორი შეწეულია? აქეთ დიდად არა. შემდეგი რაც შემიძლია რომ კონტურინგით დავიმუშაო, ეს არის აი ეს ღაბაბის არეალი და აი ზუსტად აი ესე ყბის ძვლის ქვემოდან დარტყმითი მოძრაობებით ისევ და ისევ დამაქვს პროდუქტი და სულ ოდნავ ქვემოდკენ ვაწვევი. გაუჩნდა ძალიან ბუნებრივი ჩრდილი. აქეთ დიდად არ არის ეს ჩრდილი, ხედავთ? სულ ცოტა ხნის წინანდელი ტრენდი არის აი ეს ხაზი, ოდნავ რო აი ამ ხაზზე კორექტირება გავაკეთოთ და ცოტათი კიდევ უფრო დათხელებული სახის ილუზიას იძლევა, როგორც ხედავთ, სულ დარტყმითი მოძრაობებით მუშაობ. ცხვირის კონტურინგის გარდა და ტუჩის კონტურირების გარდა, რაც აშკარად სხვა ვიდეოს თემა არის, იმიტომ რომ ხა რომ ეს დავიწყო, ეს ვიდეო გაგრძელდება ალბათ ერთი მინიმუმ 2 საათიანი გახდება. ამის გარდა კონტურირებას მე პირადად არსად არ ვიყენებ და გადავდივარ ჩემს ბრონზერზე. იგივეს ვაკეთებ ბრონზერთან მიმართებაშიც, იგივე ფუნჯით ვიღებ, ისევ და ისევ აი ესეთი დარტყმითი მოძრაობებით გავახურებ ხელზე და ეხლა უკვე ცოტათი უფრო ზემოდან ვიწყებ აი ესე ამ ჩემი კონტურინგის გათბობას, თვალზეც გადმომაქვს, საფეთქელზეც გადმომაქვს, აი ესე უკიდურეს შუბლის რკალზეც ამაქვს, იმიტომ რომ აი ეს სამიანი არის ჩვენი კონტურის და ბრონზერის არეალი. ბევრად უფრო სიცოცხლის ნიშანწყალი ჩანს აქეთ ამ მხარეზე, ვიდრე აქეთ ამ მხარეზე.